ვინ არის ყველაზე დიდი უვიცი ის, ვინც არაფერი იცის თუ ის, ვისაც გონია რომ ყველაფერი იცის. მე-18 საუკუნის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერალი, ფილოსოფოსი და განმანათლებელი, როგორც იყო ვოლტერი, თვლიდა რომ კაცობრიობის უდიდესი პრობლემა არა უცოდინრობა, არამედ სწორედ ცოდნის ილუზია არის. ვოლტერის ცნობილი მოთხრობა უვიცი ფილოსოფოსი სწორედ ამ საკითხებს ეხება და ამ თემას უღრმავდება და შეიძლება ითქვას მისი ლაიტმოტივი არის სოკრატეს ცნობილი ფრთიანი ფრაზა, რომ მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი, რითაც პრინციპში ხაზი გაუსვა სოკრატემ ყველაზე დიდ ცოდნას და ეს არის არ ცოდნის ცოდნა, სწორედ ამ ხაზს აგრძელებს ვოლტერიც ამ მოთხრობაში და ის საკმაოდ ირონიულად უყურებს ყველა იმ გამოთქმულ იდეას, რომელიც არის გამოთქმული რელიგიური ავტორიტეტების მხრიდან თუ ფილოსოფოსების მხრიდან და ის ამ მხრივ გადაწყვეტა არისტოტელესაც და ლაიბნიციდან დეკარტამდე და დეკარტიდან სპინოზამდე თუ სპინოზიდან ლოკამდე ყველას აბსოლუტურად ირონიის ქარცელში ატარებს და მათ შეხედულებას და წარმოდგენებს საკმაოდ ირონიულად და სარკასტულად უყურებს და დასცინის. რადგან ვოლტერი თვლის, რომ ადამიანის გონება ზოგადად დასაზღვრული და ლიმიტირებულია, რის გამოც უბრალოდ შეუძლებელია მას ჰქონდეს უნარი ჩაწვდეს სამყაროს საიდუმლოებას, სამყაროს არსებობის საიდუმლოებას სიღრმისეულად. ამიტომ ის ძალიან ირონიულად უყურებს იმ თავდაჯერებას და იმ ამბიციას, რომელიც გააჩნდათ ფილოსოფოსებს, თითქოს მათ ჩააგნეს რაღაცა აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და თავაზობენ ამას ისე თითქოს მათ იციან და მათ აქვთ ექსკლუზივი უფლება ასეთი აბსოლუტური ჭეშმარიტების ცოდნას. სწორედ ამ დამოკიდებულებას უყურებს ძალიან ირონიულად ვოლტერი და ზოგადად თვლის, რომ სიბრძნე პრინციპში იწყება პირველ რიგში საკუთარი უცოდნობის და უიცობის გაცნობიერებით. ანუ უნარით, როდესაც ადამიანს აქვს იმის უნარი, გააცნობიერებს თუ სად გადის მისი გონების საზღვრები. რადგან მისი აზრით გონება ზოგადად ლიმიტირებულია და მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია ადამიანს გამოთვალოს პრინციპში ისეთი საკითხები და თემები, როგორც არის დედამიწის ბრუნის სიჩქარე, მაგალითად ვარსკვლავების გადაადგილება და ასე შემდეგ, მას არ შეუძლია ახსნას თუ რას წარმოადგენს ადამიანის სული. და ის ბევრ ფილოსოფოსს და მათ მიერ გამოთქმულ იდეებს ეჭქვეშ აყენებს და დასცინის პირდაპირ შეიძლება რომ ითქვას. არისტოტელეს პრინციპში გამოთქვას, რომ ადამიანი მოაზროვნე ცხოველია და ადამიანი არასდროს წყვიტავს აზროვნებას, აი ამასაც ირონით უყურებს ვოლტერი, მიუხედავად იმისა, რომ ის თვლის, რომ ადამიანი მოაზროვნეა, თუმცა ის, რომ ის არასდროს წყვეტს აზროვნებას, მისთვის ძალიან სასაცილო იდეაა, რადგან ის ამბობს, რომ ეს იგივეა წარმოვიდგინოთო თითქოს ძაღლი არასდროს წყვეტს სიბილს და ფრინველი ფრენას, მიუხედავად იმისა, რომ ერთსაც შეუძლია სიბილი და მეორესაც ფრენაო. სწორედ ასე უყურებს ნებისმიერ საკითხს, ზოგადად გონებასაც კი ეჭქვეშ აყენებს და გონების ფენომენს ეჭქვეშ აყენებს ვოლტერი და ის თვლის, რომ გონება არის პრინციპში აზრების წარმომშობი და გენერატორი და ერთგვარი საბადო, თუმცა რა წარმოშობს გონებას, ეს მისთვის გაუგებარია. ან მისთვის აუხსნელია, რანაირად ხდება დედამიწა, რომ მზის გარშემო ბრუნავს და არა პირიქით, ან რატო ემორჩილება ჩვენი ორგანოები, მაგალითად ხელფეხი ჩვენს ტვინს და ასე შემდეგ. აი ესეთი საკითხები აწუხებს ვოლტერს და ის სვამს კითხვებს ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება კაცობრიობას აწუხებდეს. ეს არის მაგალითად სამართლიანობის იდეა, ის თუ თავისუფალი ნება საიდან ჩნდება ჩვენში, ან რა არის ზოგადად მორალი, ღმერთისა და სატანის დამოკიდებულება და ასე შემდეგ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ათეისტი, საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებდა რელიგიას და ზოგადად რელიგიურ დოგმატიზმს, რადგან ის თვლიდა, რომ მორალი არ არის აუცილებელი გამომდინარეობდეს რელიგიიდან, რადგან არსებობს რაღაცა იდეები, რომელიც ვოლტერის აზრით თანშობილი და თანდაყოლილია, მაგალითად, როგორც არის სამართლიანობის განცდა და ემპათიის თუ თანაგანცდის და თანაგრძნობის უნარი. ის თვლის, რომ ადამიანში თანდაყოლილი და თანშობილი იდეაა, რადგან საერთოდ რელიგია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი თვლიდეს, რომ კაცის მოკვლა და კაცზე ცილის წამება ცუდი და ბოროტებაა. ანუ ასე ადამიანის უმეტესობა ზოგადად თვლის ვოლტერის აზრით, რომ ეს მკვლელობა და ცილის წამება ზოგადად ცუდია და
ბოროტი ქმედებაა და ამას ადამიანი ასე იმიტომ ართვლის, რომ რელიგია ეუბნება მას ასე, არამედ ვოლტერის აზრით ეს თანდაყოლილი იდეაა, რომელიც ადამიანში არსებობს. და შესაბამისად ყველა ბევრ საკითხთან და თემასთან მიმართებაში საკმაოდ ისეთი ეჭვნარევი და სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს იმ ცნობილ იდეებთან, მოსაზრებებთან და გამოთქმებთან დაკავშირებით, რომელიც აქვს გამოთქმული რელიგიურ ავტორიტეტებს თუ ფილოსოფოსებს და მთავარ სიბრძნედ პრინციპში რაც არის მთავარი სათქმელი ამ მოთხრობით ვოლტერის არის ის, რომ ადამიანს სიბრძნე ზოგადად იწყება იქ, სადაც ადამიანი აცნობიერებს თავის უვიცობას, ანუ როდესაც ის ხვდება იმას თუ რა არ იცის, ის ხვდება თავისი გონების საზღვრებს, აცნობიერებს თავისი გონების დიაპაზონს და ზუსტად იცის თუ რაზე არა აქვს მას წარმოდგენა. ვოლტერი ძალიან თანამედროვე ავტორია იმ გაგებითაც, რომ დღესაც რო ეცხოვრა პრინციპში და ყოფილიყო თანამედროვე, დღესაც როცა სამყარო სავსეა ფსევდოინტელექტუალებით, რაღაცა ყველაფრის მცოდნე ექსპერტები და რაღაცა ესეთი ადამიანებით, რომელსაც აქვს ამბიცია და თავდაჯერება იმისა, რომ თითქოს მათ წარმოდგენა აქვს და იციან და ჩააგნეს სამყაროს საიდუმლოებას და ისეთი ფსევდოკომპეტენტური სახეებით, მაგალითად სოციალურ ქსელებში ხსნიან თუ რომ აქვთ ისეთი ექსკლუზიური უფლება ჭეშმარიტების ცოდნაზე და ამით გვიზიარებენ ცოდნას, სწორედ ასეთ ადამიანებს პრინციპში ირონიის ხალხში გაატარებდა და დასცინებდა პირდაპირ შეიძლება ითქვას ვოლტერი. ამიტომ არის ეს ძალიან საინტერესო ავტორი, უდიდესი განმანათლებელი, მწერალი, ფილოსოფოსი და ყველას, ვისაც არ გაქვთ ეს ტექსტი წაკითხული, სიამოვნებით გირჩევთ, რომ ხელში აიღოთ მისი ეს ტექსტი და წაიკითხოთ და ისიამოვნოთ კითხვით, რაც მთავარია და ბოლოს ვისაც მოგწონთ წიგნების განხილვის ჩემი ვერსია, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გამოიწერეთ არხი.